საქართველოს აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება. ასევე 26 მაისიდან 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. გადაწყვეტილებები ოფიციალურად მიღებულია ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში. ირაკლი კობახიძემ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ურბანულ სამიტშიც მიიღო მონაწილეობა. თამნა ციკლაური აშუქებს ვიზიტს და ის ახლა გვიერთდება პირდაპირ ეთერში. თამნა გისმენთ. ორი ქვეყნის თანამშრომლობაში საეტაპო და ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებები ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი შეთანხმებათა პაკეტს, რომელსაც ხელი მხარეებს შორის სწორედ დღეს მოეწერა, მას შემდეგ რაც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრა. ილჰამ ალიევმა უმასპინძლა ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. მხარეებმა ამ შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის მიმართულებითაც თანამშრომლობს. მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ორ ქვეყანას, მათ შორის ისაუბრეს საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე, რომელსაც ორი ქვეყანა ერთდროულად ახორციელებს. ასევე ამ შეხვედრის შემდეგ, როგორც უკვე გითხარით, შეთანხმებათა პაკეტს მოეწერა ხელი. ქართული მხარიდან ამ პაკეტს ხელი მოაწერა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხარიდან აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესს დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მთავარი მიმართულებები, რასაც მოიცავს ეს შეთანხმებათა პაკეტი, ეხება როგორც ენერგეტიკას, ისე სარკინიგზო სატრანსპორტო მიმოსვლას. მაგალითად, ამ შეთანხმებათა პაკეტიდან ვიგებთ, რომ უკვე 6 წლიანი პაუზის შემდეგ ამოქმედება და დაიწყება ბაქოსა და თბილისის შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან, ასევე როდესაც საუბარი არის სარკინიგზო ნაწილზე. ამ შეთანხმების მიხედვით სრულ ექსპლუატაციაში შედის ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო ახალი მონაკვეთი. რაც შეეხება უკვე ენერგეტიკის მიმართულებით ახალ შეთანხმებებს, ამ შეთანხმებების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ ამოქმედება ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენი, ასევე შეთანხმება ეხება აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის პროცესსაც. 2003 წელს იყო ბოლოს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი. ამ შეთანხმებას ვადა ეწურებოდა სულ ცოტა ხანში და სწორედ დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით 20 წლით გაგრძელდება ეს შეთანხმება. 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გადაგრძელდა 20 წლით, ამისათვის გაფორმდა ახალი ხელშეკრულება და ამას ექნება ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ასევე ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისის სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი რეალურად გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ჩვენ უზრუნველყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება რა თქმა უნდა საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება კიდევ ერთხელ ვიტყვი აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება. ჩვენ შეთანხმება მოვახდინეთ და გავაფორმეთ ორი ისტორიული პროექტის ფარგლებში. პირველი ეს გახლავთ უშუალოდ ბაქო-თბილისი ყარსის პროექტი, რომელიც უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იყო შეფერხებული მისი სრულად ექსპლუატაციაში შესვლა. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანიდან, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ უზრუნველყავით უმოკლეს ვადებში, დაგვეთავრებინა არსებული სამუშაოები და დღეს მე მოხარული ვარ, რომ ერთობლივად ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ბაქო-თბილისი ყარსი ისტორიული პროექტი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, რა თქმა უნდა საქართველოს და ზოგადად შუადერეფნის ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ჩინეთისთვის, ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადაგვყავს ლოჯისტიკური, ისევე როგორც სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, განსაკუთრებით ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი რეგიონის როგორც შუადერეფნის განვითარების პერსპექტივებზე, რა თქმა უნდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობებს. ამ კონტექსტში მართლაც მნიშვნელოვან შეთანხმებებს მოეწერა ხელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს და რა თქმა უნდა ჩვენი თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით კიდევ უფრო ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას. ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ შორის შეხვედრა გაიმართა იმ ფორუმის ფარგლებში, რომელსაც მასპინძლობს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო. ეს კი არის ფორუმი ურბანული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი გაეროს პროგრამის ფარგლებში. მსოფლიო ურბანული განვითარების სამიტის მე-13 სესია დღეს გაიხსნა. სწორედ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო ბუნებრივია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად და სიტყვით მიმართა მათ შორის 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს ამ ფორუმის ფარგლებში. მთავარი საკითხები, რაზეც მხარეები მსჯელობენ, ეხება კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული პრობლემების გამოწვევების გადაჭრის გზების ძიებას და სწორედ ამ მიმართულებით ქართული მხარის ხედვაზე. საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ურბანული მიმართულებით დაგეგმარების მიმართულებით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. დღეს ქალაქები თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გლობალური გამოწვევის წინაშე დგანან. კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობიდან და საცხოვრებლით უზრუნველყოფიდან დაწყებული მდგრადი განვითარებითა და სოციალური ერთიანობით დამთავრებული. ის თუ როგორ ვგეგმავთ, ვითარდებით და ვიცავთ ჩვენ ურბანულ სივრცეებს, საბოლოოდ განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოებების სტაბილურობას, კეთილდღეობას და მდგრადობას მომავალი თაობებისთვის. ბოლო წლებში საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის განხორციელების პროცესში. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარმოადგენს საბინაო და ურბანული განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს, უზრუნველყოფს სივრცის ჰარმონიულ ინტეგრაციას, რაც მეტყველებს ჩვენს ერთგულებაზე დაბალანსებული და მდგრადი განვითარების იდეისადმი ქვეყნის ყველა რეგიონში. ამ რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად გავაძლიერეთ ინსტიტუციური კოორდინაცია ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით. ეს მექანიზმი მხარს უჭერს გრძელვადიან დაგეგმვას და ხელს უწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ურბანული ტრანსფორმაცია წარიმართოს სტრატეგიული ხედვით, უწყვეტობითა და ეფექტური მმართველობით. ამავდროულად ვაღიარებთ, რომ მდგრადი ქალაქი არ განისაზღვრება მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურით. ის უნდა რეაგირებდეს სოციალურ რეალობაზეც, დემოგრაფიულ ცვლილებებსა და ახალ გარემოს დაცვით გამოწვევებზეც. თანამედროვე ურბანული მდგრადობა მოითხოვს ხელმისაწვდომ საჯარო სერვისებს, მდგრად მობილობას, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებულ სივრცით მოწყობას და პოლიტიკას, რომელიც აუმჯობესებს ყველა თემის ცხოვრების ხარისხს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ რეფორმამ გააძლიერა სამართლებრივი საფუძველი, გააუმჯობესა მიწის რესურსის ადმინისტრირება და უფრო გამჭვირვალე საფუძველი შექმნა ეკონომიკური საქმიანობისა და ტერიტორიული მმართველობისთვის. პარალელურად საბჭოთა პერიოდში გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია დასრულდა. ამ ერთეულების სრულად კერძო საკუთრებაში გადაცემით ურბანული სტაბილურობისა და ინდივიდუალური საკუთრების უფლების განსაზღვრული ჩარჩო შევქმნით. ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. ათწლეულების განმავლობაში საქართველო აგრძელებდა ომისა და ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისთვის საცხოვრებლისა და სოციალური დახმარების მიწოდებით. ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის, რაც ღირსეული ცხოვრების პირობებისა და სოციალური ინკლუზიის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ერთგულების ნაწილია. ჩვენი პოლიტიკა პრიორიტეტს ანიჭებს ასევე ახალგაზრდა ოჯახების, ეკომიგრანტებისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობის მხარდაჭერას. მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და ინოვაციური ფინანსური მექანიზმების მეშვეობით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები შექმნათ საქართველოს ყველა რეგიონში. ჩვენი ინიციატივები ტრადიციული ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. გჯერა რომ მოდერნიზაცია არ უნდა მოხდეს ისტორიის ხარჯზე. ტრადიციული არქიტექტურული ელემენტების თანამედროვე ურბანულ დაგეგმარებაში ინტეგრირებით ვადასტურებთ ჩვენს კულტურულ უსაფრთხოებას, ვაშენებთ ქალაქებს, რომლებიც პატივსცემენ ჩვენს წარსულს და ამავდროულად ფუნქციონირებენ ჩვენი მომავლისთვის. ვაგრძელებთ გადასვლას საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკის დონეზე, უფრო ძლიერი ინსტიტუტებითა და სტაბილური ეკონომიკური ზრდით და ამ პროცესში რეგიონების მდგრადი განვითარება ჩვენი ეროვნული პრიორიტეტების ცენტრში
ცენტრში რჩება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმის უზრუნველყოფაზე, რომ სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ თანაბრად ისარგებლოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი საზოგადოებრივი სერვისებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით. ინკლუზიური და რეგიონულად დაბალანსებული პოლიტიკის მეშვეობით ჩვენი მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება, ქალაქსა და სოფელს შორის უდანასწორობის შემცირება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელვადიანი განვითარებისთვის მდგრადი პირობების შექმნა. სოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში დღეს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს და ასევე კენიის პრეზიდენტს, მაგალითად სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ეხებოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობას, მჭიდრო თანამშრომლობას, პარტნიორულ თანამშრომლობას, სხვადასხვა მიმართულებით და ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას და მნიშვნელობას. რაც შეეხება უკვე კენიის პრეზიდენტთან შეხვედრისას, განხილვის თემა ეხებოდა მაგალითად საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოს პირობებს, ასევე საუბარი შეეხებოდა ბიზნეს გარემოს ქვეყანაში და როგორც ქართულ დელეგაციის წევრები ამბობენ, მნიშვნელოვანია მათ შორის აფრიკის ქვეყნებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები, კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა მიმართულებით და მსჯელობა მსგავსი ტიპის საკითხებზე, მაგალითად ისეთზე, რომელიც ეხება ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს. მადლობა თამუნე, ციკლაური ბაქოდან საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.